ჯანდაცვის სამინისტრომ სასტრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება დაიწყო. პირველ ეტაპზე გადაუდებელ სამედიცინო ცენტრს 12 ავტომობილი შეემატა. 2015 წლამდე ავტოპარკის განახლება მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდება და სასტრაფოს 220 ძველი მანქანა ახლით ჩანაცვლდება. სასტრაფო დახმარების აღჭურვის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მანქანები რაიონებში გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით გადანაწილდება. ავტოპარკის განახლებასთან ერთად იცვლება პერსონალის ფორმებიც. პირველი გადაწილება რაიონების მიხედვით დაიწყება ოქტომბრის ბოლოდან და წლის ბოლომდე უკრებულ ყველა რაიონში მთლიანად განახდება ავტოპარკი. ეს არის თანამედროვე მანქანები, რომლის ტექნიკური მონაცემებიც ადაპტირებული არის, გათვალისწინებული არის რელიეფი, გათვალისწინებული არის ურთიერთჩანაცვლება და მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად სისტემურად მოაგვარებს რაიონული სასტრაფო დახმარების მუშაობას. დღეში ავტომობილების 80% შეკეთება სჭირდება. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დროული გადაწყვეტილება იყო ახალი განახლება ავტოპარკის. პროპორციულად გადანაწილდება პირველ რიგში ალბათ დაკმაყოფილდება ის რეგიონები, რომელსაც უფრო რთული სიტუაციაა.